ევროპელი ბიუროკრატების შეტევაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. რამდენიმე მცდელობა იყო ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების. ეს ყველაფერი ხო ვიცით, ყველამ რომ ფინანსდებოდა გარედან. კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვს, ხო? ვიცოდეთ, საიდან შემოდის თანხები და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. თუმცა ჩვენ ხო ვიცით, სად მიდიოდა ეს თანხები, რაში მიემართებოდა და ვინ აფინანსებდა ამ ყველაფერს. აი ეს არის მარტივად მოცემულობა, ვერ შეძლეს ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურა, ის ადამიანები, ვინც მზად იყვნენ ყველაფერი დაეკეთებინათ იმისთვის, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის მცდელობა სირაქლემას პოზიციაში დარჩენის და იმის, რომ ქვეყანაში არსებობდეს შესაძლებლობა კვლავ გაუმჭვირვალე ფულით საარჩევნო, პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი პროცესების და ინსტიტუტების შერყევის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია და პირიქით ყველას ურჩევთ, რომ ნაცვლად მსგავსი რაღაც გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისა დავსხდეთ ერთად და ერთად ვიმსჯელოთ ამ გაუმჭვირვალე ფულის პრობლემის აღმოფხვრაზე. როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი სწორედაც რომ გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა, ვინაიდან გამჭვირვალობა უზრუნველყოფს ინფორმირებულ მოქალაქეს და ეს ცალკეული ევროპელი ბიუროკრატები სინამდვილეში, როდესაც ამბობენ, რომ გამჭვირვალობა მათ ქვეყნებში მისაღებია და საქართველოში არის მიუღებელი, გარდა იმისა, რომ ამით ისინი აღიარებით ჩვენებას იძლევიან, რომ საქართველოში მათ ინტერესს დემოკრატია კი არა, ფარული დინებები წარმოადგენს, ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ ორმაგ სტანდარტის აგენტებად იქცნენ ეს ადამიანები. გამჭვირვალობა არის მხოლოდ ფარული საქმიანობის მტერი. ამიტომ ვისაც სურს საქართველოში ფარული გზებით რევოლუციებისა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, რა თქმა უნდა, მათთვის ეს კანონი მიუღებელია და გამჭვირვალობა დემოკრატიის სახელით დღეს შერაცხული არის რუსულ და ანტიდემოკრატიულ მოვლენად. ამიტომ აქ ჩვენ ხედავთ ორმაგ სტანდარტსაც და საერთოდ ელემენტარული სტანდარტების უარყოფასაც.